ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე პროკურატურა სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე საბოტაჟის მცდელობის ფაქტებზე გამოძიებას აგრძელებს. მოძრაობის წევრები მეორე დღეა უწყებაში გამოკითხვებზე იმყოფებიან საგამოძიებო უწყებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია დღეს ვატო შაქარიშვილმა მიაწოდა. ნეიტრალურ საქართველოში განმარტავენ, რომ აღნიშნული გამოძიებით გამოაშკარავდება და დაისჯება აგენტურული ქსელი, ასევე ქვეყანაში შეიქმნება პრეცედენტი, რომ სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი ვერავინ შეძლოს. აუცილებელია შეიქმნას პრეცედენტი, რომ ჩვენი ქვეყნის ღალატი, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება სხვის სასარგებლოდ და ფინანსური ინტერესების გამო იქნება დასჯები. ეს პრეცედენტი აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდეს აგენტურული ქსელისგან, ჩვენი პოლიტიკური საჯარო სივრცე გათავისუფლდეს აგენტებისგან და ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე, დამშვიდდეს და პოლიტიკურ სივრცეში გაჩნდეს რეალური ოპოზიცია და არა ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ფულის და სხვა მერკანტილური ინტერესების სანაცვლოდ ღალატობენ ჩვენ ქვეყანას, ემსახურებიან სხვის ინტერესებს და ამაში იღებენ ფულს. ეს პროცესი უნდა მივიდეს თავის შედეგამდე, რაც იქნება კონკრეტული ადამიანების პასუხისგებაში მიცემა. ეს ყველაფერი არის ხელის გულზე და დღეს მოვედი იმისათვის, რომ ჩვენს ხელთ არსებული საჯარო მასალები, ცხადია, ამ მასალებისგან შემდგარი, ესე ვთქვათ, ლოგიკური ჯაჭვი წარუდგინო გამომძიებლებს, პროკურატურას. პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებას რელევანტურს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოში კრიზისების გამოწვევის მცდელობებს კოორდინირებული სახე აქვს, დანარჩენს კი სასამართლო დაადგენს. აბსოლუტურად რელევანტურია ეს გამოძიება, დანარჩენს რა თქმა უნდა თავად პროკურატურა დაადგენს და საბოლოო ჯამში სასამართლო დაადგენს, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ზოგადად თუ გავსდებით ასე ვთქვათ სამართლებრივ შეფასებას და პოლიტიკურ შევხედავთ იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ხედავთ, რომ არის კოორდინირებული მცდელობა დააზიანონ ჩვენი ქვეყნის საესაზღვრო ინტერესები. რა თქმა უნდა, წარმატება შესაბამისი ძალები ვერ აღწევენ, თუმცა მცდელობა არის უკვე დაშადი. ზოგადად ასევე თქვენ ხედავთ, რომ პირდაპირ საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევასთან დაკავშირებით. მაგაც არის აბსოლუტურად კოორდინირებული ძალისხმევა, ყველაფერი შეიძლება ბუნებრივია გამოძიება, დანარჩენს დაადგენენ პროკურატურა და შემდეგ საბოლოოდ რა თქმა უნდა სასამართლო. გამოძიების იმედი აქვს მმართველ გუნდს. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ მათთვის საინტერესო ადგილობრივი აგენტურული ქსელის წარმომადგენლების ჩვენებები იქნება, როდესაც ისინი დამკვეთებს დაასახელებენ და მათი დირექტივების მოტივაციაზე დეტალურად ისაუბრებენ. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ იმასაც, რომ საქართველოში ცალკეული ადამიანები თუ ჯგუფები მიზნად საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას, მისი სუვერენიტეტის შელახვას და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დაზიანებას ისახავენ, რაც არ გამოუვათ. ვინ იყვნენ ის უსამშობლოები, კონკრეტული არგუმენტებით უნდა დაიდოს დასკვნები. და სწორია, მე დიდი იმედი მაქვს, რომ პროკურატურა გააკეთებს სწორ მოკვლევას, სამართლიან მოკვლევას, ყველას მიაგნებს, ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ილაშქრებდა. მათ მოუწევთ თანამშრომლობა, მათ მოუწევთ პროკურატურას მისცენ ჩვენება, თუ ამ დაფინანსებას ვისგან იღებდნენ, რა მოტივაციით, რა მიდგომით, რა დაკვეთით ასრულებდნენ შემდეგ. რა შინაარსი იყო ეს დაკვეთა, რა ის ძალადობა, ჩამოშლა იმის რა ქვია სახელმწიფო ინსტიტუციების ძალოვან უწყებებზე გალაშქრება, მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ყველაფერზე მოუწევთ პასუხის გაცემა. ის მუხლი, რომელთაც გამოძიება არის დაწყებული, რომელთაც საბოტაჟის მცდელობა ქვია, ხაზს უსვამს ფაქტს და იმ გარემოებებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ძალები და ადამიანები, რომლებიც მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციის იქნება თუ სხვადასხვა გავლენიანი წრეების გავლენების ქვეშ არიან და ამ ყველაფერს ცდილობენ, რომ მართლაც რომ საბოტაჟი მოახდინონ ჩვენი ქვეყნისა, იქნება ეს ჩვენი ეკონომიკური ჩამოშლა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა თუ საერთაშორისო დონეზე ჩვენი იმიჯის დაზიანება და ჩვენი ქვეყნის სახელის გაშავების მცდელობები. საქართველოს საწინააღმდეგოდ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ძალა მუშაობდა ამის შესახებ ხალხის ძალაში საუბრობენ. პარტიაში ოპოზიციასა და იმ პირებს, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდება, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ვინც რადიკალურ და რევოლუციურ დირექტივებს იღებს, კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ. ვისაც კი დაუძახებენ ამ გამოძიების პროცესში, მიბრძანდეს და თავის ახსნა-განმარტება მისცეს. თუ რატომ აწყობდა საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ და რატომ არ შეეგუა იმას, რომ
ქართულმა ხალხმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო 26 ოქტომბერს. და ვერავინ ვერ დაამტკიცა საპირისპირო ეუთოდინმა თქვა, რომ ჩატარდა კონკურენტუნარიანი არჩევნები, რადიკალურმა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ ვერაფერი მტკიცებულებები ვერ მოიტანა, ვერც მათმა პატრონებმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აგრძელებდნენ და ჯერჯერობით მცირედით, მაგრამ მაინც აგრძელებენ საბოტაჟს. პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გამოძიებას 2 მუხლით ატარებს 2012 წლის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებში მხილებულებს სასჯელის სახით და ზომად 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.